მოგესალმებით, მიგახლავართ ანი ხარზიანი და დღეს წავიკითხავ ესეს ქართულ ერთ-ერთ ცნობილ ანდაზაზე ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო. დედმამიშვილობა დიდი ბედნიერებაა. და-ძმები ერთ ხორცსა და ერთ სისხლს იზიარებენ. მათ ერთმანეთზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი არსებები დედამიწის ზურგზე არ ეგულებათ. ძმა ძმისთვის თავსაც გაწირავს და დისთვის შეუძლებელს შესაძლებლად გარდაქმნის. ძმა დისთვის ენერგიას, დროსა და ჯანს არ დაზოგავს და ერთგულ კედლად გადაიქცევა. ცხოვრების ბოლომდე ძმის მფარველი ანგელოზი იქნება. ამდენად ანდაზე ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო მართებული და რეალობასთან შესაბამისი გამონათქვამია. ამ სიტყვებს მიღმა მოაზროვნა და გონიერი პიროვნება დგას, რომელმაც ამ ანდაზას იმაზე მეტი ჩააქსოვა, იმაზე მეტი მნიშვნელობა ჩააქსოვა, ვიდრე ძმებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა. ერთი მხრივ თუ კი ძმებს შორის ერთმანეთის სიყვარული, თანადგომა, ერთიანობა, ერთგულება, თბილი და წრფელი დამოკიდებულება სუფევს, ძმები ერთიან ძალად, ცალკლდედ, ციხესიმაგრედ შესისხლ ხორცდებიან. ძმა-ძმას ნებისმიერ ცხოვრებისეულ განსაცდელში უერთგულებს, ნებისმიერ ვითარებაში დაიჭერს ძმის მხარეს, ნებისმიერ სიტუაციაში გაამხნევებს მას და გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება. ასეთი ურთიერთობა სამაგალითო, ღირსეული და ნამდვილად მისაბაძია, თუმცა მეორე მხრივ ანდაზა ირონიული შეფერილობის აზრსაც იძენს. როცა შავ სიტუაციაში, შავ დროებაში ჩაცვენილი ძმები ერთმანეთს არადუ ეხმარებიან, არამედ ღალატობენ. ამგვარ სიტუაციაში ძმა მხოლოდ პიროვნული სტატუსია და არასულიერი ერთიანობის სიმბოლო. ხშირ შემთხვევაში ეს ძმის სტატუსიც მოჩვენებითია. საკმარისია ადამიანი არჩევნის წინაშე დადგეს, რომ წირი გონება უგვანო, უღირსი და გაუმართლებელი ქმედების ჩადენისკენ უბიძგებს, რაც უმეტესწილად ძმის ღალატს გულისხმობს. ადამიანი თავისი ცხოვრების განმავლობაში ყოველთვის გამოაშკარავებს თავის მანკიერ თავისებურებებს. ერთ-ერთი საინტერესო ნაწარმოები, რომელიც სწორედ ადამიანის სუსტ ნებისყოფასა და ზოგადად უკეთილ თვისებებზე მოგვითხრობს, ილია ჭავჭავაძის კაცია ადამიანი გახლავთ. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი ლუარსაბ თათქარიძეა, რომელიც მე-19 საუკუნის დროინდელი ქართველი ერის განზოგადებული სახეა. ლუარსაბს ყავს ძმა, დავითი და საინტერესოა, როგორ ეხმიანება მათი ძმობა ანდაზას. ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო. გასაჭირში ჩავარდნილ ლუარსაბს შველა სჭირდება და ვინ უნდა უშველოს თუ არა საკუთარმა ძმამ. სამწუხაროდ, მოსემ სულ რაღაც 10 თუმანზე დაითანხმა და მოალბო დავითის გული და ლუარსაბის თავდადებული ძმა არც კი დაფიქრებულა ისე მოურიგდა მოსეს. ლუარსაბს ძალად გადასწერეს ჯვარი. მერე ცოლების მოწყალებით ძმებს ჩხუბი მოუიდათ და გაიყარნენ. ასეთი ბანალური და პრაგმატული დასასრული ჰქონდა ერთგული ძმების გადავსკრულ ურთიერთობას. ძმა ძმისთვის შეიძლება ისეთივე განუყოფელი ნაწილი იყოს, როგორც ფარი და ხმალი. ერთიანი ძალისხმევით კი შეძლო ნებისმიერი გამოწვევის დაძლევა. მაგრამ თუ კი ძმა ძმისთვის მხოლოდ დაუნდობელი და შავი დღის მომტანია, მაშინ ძმების მადლი გამქრალია. სამწუხაროა, რომ და-ძმები ხშირად ვერ აღიქვამენ ერთმანეთის ფასს, ან გვიანად ვეცნობიერებენ. ნებისმიერი სახის ურთიერთობას ახლავს გამოწვევები, პრობლემები, წინაღობები, მაგრამ აუცილებელია ინდივიდებმა გაანალიზონ, რომ ეს წინაღობები არათუ შეზღუდავს მათ და ერთმანეთისგან განაშორებთ, არამედ პირიქით. სწორედ ეს დაბრკოლებები განამტკიცებს და დაახლოვებს ადამიანებს ერთმანეთთან. მთავარია მათ ჰქონდეთ მზაობა, დათმენა და დათმობის, პატიებისა და ერთგულების სურვილი. ამგვარი ცნობიერება კი უპირველესად და-ძმური ურთიერთობებისგან იღებს სათავეს. ადრეულ ასაკში ითესება ინდივიდის ცნობიერში და დროთა განმავლობაში აღმოცენდება. და ვინ იცის, იქნებ იყვავილოს კიდეც. მადლობა.